მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ხო, ვიცი რომ ძალიან ბევრს უყვარს პროგნოზი მომდევნო კვირისთვის, ხო? რა თქმა უნდა, სიგნიფიკაცია გვაქვს. ჩვენ ახლა ვინც პირველად ხართ, ჩვენ სამი პოზიცია გვაქვს. აქ ვარიანტები არ არის, არ უყვარს ჩემ გოგოებს და ბიჭებს ვარიანტები, ბევრჯერ მიკითხავთ და ამიტომ ჩვენ ვარიანტებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებ სიგნიფიკაციას. შეიძლება რეზონირდება სამივე პოზიცია, ანუ ეს არის ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ფინანსები და ურთიერთობა. შეიძლება რომელიმე თქვათ არ რეზონირდეს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, ამიტომ ჩვენ ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მითითებებს, რაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი ინტუიცია ყველას გაქვთ, არ არსებობს აქ ვინმე იყოს ისე უინტუიციოთ, ნამდვილად თქვენ ეზოტერიკით არ დაინტერესდებოდეთ და ამიტომ ჩარდეთ თქვენი ინტუიცია. ანუ ეხლა რა ენერგიებში ხართ, ნახოთ. მაისის პროგნოზი უკვე გაკეთებულია, შეგიძლიათ ნახოთ, ვისაც არ გინახავთ, ვისაც გიყვართ პროგნოზები, არის უკვე. Так, მომდევნო კვირის ენერგიები გაჩვენეთ ჩვენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რას მივაქციოთ ყურადღება, შენ რატო ტრიალებ აქეთ. Так, ნახოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი შეიძლება სწავლა, განათლება, ბიზნესი, ვის რა გაქვთ, რა მითითებებს აქ მოგცემენ ჩვენ, რას გაგვაფრთხილებენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. Так, რა თქმა უნდა, ფინანსები, ყველა ვარიანტში. ფინანსური მდგომარეობა ჩვენი, ნახოთ. აქ ნახეთ, როგორ რაღაცა ინტერესო მოდის. და მან არას გამოვიყენებ, როგორც ჩვენ ურთიერთობაზე ყველაზე მაგარი ინსტრუმენტს. მაგაზე კარგად ვინ რა იცის, ხო, რა ხდება და რა იქნება, რას უნდა მივაქციოთ ურთიერთობაში ჩვენ ყურადღებას. Так, всё, დავიწყოთ ჩვენ. სხვათა შორის ავიღე ეს დას და მომეწონა რომ ცხრიანი იყო პენტაკლების აქ ესეც მაჩუკეს ჩემო მოსწავლეებმა ახლა დაბადების დღეზე და სურვილის ასრულებაზე მოდით ჩავიფიქროთ ჩვენ, ხო, რა გინდათ რომ აი მოკლე ისეთი სურვილის ჩაიფიქროთ, რომელიც თქვენს რომ შეიძლება მოხდეს ამ კვირის განმავლობაში. მე ახლა ეს არის ორმაგი, ამიტომ ამოვიღებ ბოლოსში, რომ იყოს ჯერ ასე, მოიზიდოს ჩვენთან სიუხვე, ბედნიერება, ყველაფერი და მე უკვე ამოვიღებ, რომ წინასწარ არ ვიცოდეთ. კარგი, თქვენ მანამდე ჩაიფიქრეთ რამის სურვილი. Так, ნახოთ, ეხლა ვისთვის იქნება, ну, ახლა აქ უეჭველი, ნახეთ, ადამიანი არის, ესე იგი გეტყვით რა ხდება. ადამიანი ეს რა ხდება. ეხლა ნახეთ, აქ არის უეჭველი ადამიანი, რომელიც ეხლა ირჩევს რაღაცა გზას. იმიტომ რომ თან როგორ გზას ეხლა ვეგეტყვით, რაზეც დიდი ხანია ფიქრობდა, რაც დიდი ხანი უნდათ რომ გაეკეთებია, შეიძლება იყო რამე ისეთი სიტუაციები, რომელიც თქვათ, ну, აი დაბრკოლებაზეც კი არ გეტყვით, აი აქ როგორი მომენტი არის, შეიძლება ფიქრობდეთ, აი როგორ დავიწყო, რანაირად დავიწყო და არის ეს გადადებული საქმეები, რო გვაქვს ჩვენ დაუშვოთ რამეზე ვფიქრობთ, მე კაი, მოდი ხვალ, მოდი ზეგ, მოდი ეს მაზეგ დაუშვოთ, ხო? მაგრამ აი ეხლა რაღაცა ისეთი პერიოდი გაქვთ, რომ აი უკვე თქვით რომ მორჩა, უკვე ლოდინი, აქ შეუძლებელია, აქ უნდა უკვე რაღაცა გავაკეთო, აქ უკვე უნდა ვიმოქმედო, უნდა გამოვიდე იმ სიტუაციიდან, დრო საკმარისად მქონდა და იმისთვის რომ ჩემი ნახეთ აქ თევზი, ოქროს თევზი აქ გოგოს, ხო? ჩემი სურვილი რო ასრულდეს, მე უნდა ვიმოქმედო, აუცილებლად. ეს არის კიდე ნახეთ რა ხდება, შეიძლება აქ ადამიანს, ეხლა რომ მე საერთოდ ზომიერება არის ესეთი არკანი, რომელიც ჩვენ გვაძლევს სულიერ განვითარებას, სულიერ ტრანსფორმაციას. ამიტომ
აქ ახლა უკვე ადამიანს იტყობა გაიარა ბევრი რაღაცა სირთულეები, რა თქმა უნდა, გქონდათ, ახლა ვერ ვეტყვი თქვენ ახლა დალაგებული გქონდათ ყველანაირად სიტუაცია, მაგრამ გეგმავდით რაღაცას ძალიან დიდხანს ეტყობა, ფიქრობდით, აი რა შემიძლია გავაკეთო. ეს შეიძლება იყოს სიტყვაზე გადაადგილება, გადასვლა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სხვა სამსახურში. შეიძლება გადასვლა არის, ანუ რაზეც თქვენ დიდი ხანია ფიქრობდით და ვერ აკეთებდით, რაღაცა გაჩერებდით, ну შეიძლება ფიქრობდით, რომ არა ვარ ჯერ მზად მე იმისთვის, რომ რამე შევცვალო ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ აი, ну, უბრალოდ გეგმავდით და აი ეხლა უკვე ხართ გზაზე და უყურებთ რომელი რა ავარჩიო, იმიტომ რომ უკვე, ну, даже არჩევანიც კი არა, არჩევანი გაკეთებულია, უბრალოდ ქმედება. ჩემ უკვე აქ დაიწყო ადამიანმა უკვე ქმედება. მიხვდით რომ ნამდვილად ინფორმაციაც მაქვს, ნაფიქრებიც მაქვს, დროც საკმარისი მქონდა, უკვე რაღა უნდა გავწელო, всё, უნდა ვიმოქმედო. აი აქ ეგეთი ენერგია ახლა თუ თქვენ ცანით, თქვენი ახლა რომელ სფეროში ეს უკვე თქვენ თვითონ ნახეთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა აქ საჯარო გვაქვს და გაშლა და ამიტომ ასე ეს ენერგიაც ეგეთია. ეს უფრო შეიძლება, რადგან ახლა მაინც გვერთხებია, შემიძლია თქვა, რომ შეიძლება საქმიანობას ეხებოდეს. აი ეს. თქვათ, თუ შეიძლება თქვა, თუ სწავლობთ, შეიძლება აკადემიური ქონოთ აღებული და გადაწყვეტეთ, რომ უნდა გავაგრძელო სწავლა. ან ისე შეიძლება რამე კურსებზე იყავით, თქვა და იფიქრეთ, რომ აი არა, უკვე დრო მოვიდა, რომ მე მინდა რომ გავაგრძელო, всё, უკვე ამდენი ხანი ახლა მოსწავლის როლში როდემდე ვიყო, უკვე დროა დავასრულო სიტყვაზე, ან რამე სწავლობთ რამეს და ფიქრობთ, რომ უკვე დროა დავასრულო, ამდენი ხანიც უკვე რაღა დარჩა, უკვე და всё, დავასრულებ და უკვე გამოვიყენებ ამ ჩემ ცოდნას, ხო? შეიძლება ხო კიდე დაუშვოთ გამოუყენებელი არის კიდე, აი ნახეთ, აქ რამე ცოდნა გამოუყენებელია ჩემ მოსწავლებისთვის საყურადღებად, ეს არის სამიანი გვერთხების და უნდა მივხვდეთ რატომ აქ ეგ ინფორმაცია, ხო? საიდან მაქვს, რომ უკვე დროა ჩემი ცოდნა, რომელიც მე მაქვს, უკვე გავცე. მიხვდებით თქვენ რატო ამბობ ამ უბრალოდ გეომეორებთ, რომ აქ არის სამიანი გვერთხების და თქვენ მიხვდებით. ну შეხედეთ, აქ არის როგორი მომენტი, ეს იგი რას გელოდებათ. თქვენ აი რაც გქონდათ ეს სირთულეები, რაც არ გახარებდათ, ხო, შეიძლება რაღაცა შეიძლება იყავით, აი ცოტა აპორიაგებულია, ურესურსობა შეიძლება გქონდათ, თქვენ აი აქ მთავრდება ეგ სიტუაცია. იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცნაირად აი იყო რაღაც მომენტები, ნახეთ, რომ დიდი ხანია აქ იყო რაღაცა ესეთი პერიოდი, რომ ფიქრობდეთ და ვერ წყვიტავდეთ. და ეხლა უახლოვდებით თქვენ იმ მომენტს, რომ აქ პრინციპში ხა კაი საკმაოდ დიდი ნახტომი არის რა, 3-დან 10-იანში გადახდეთ, ხო? ანუ ეს უკვე даже შემიძლია თქვა, რომ ეხლა თქვენ ფიქრობთ, რომ დაუშვათ გავაკეთე ამ დროს უკვე ნამდვილად გამოცდილება დიდი გაქვთ იმ საქმეში, რომელიც გაქვთ ჩაფიქრებული. ანუ თქვენ არა ხართ აქ ახალი, რომ დაუშვათ ეხლა დავიწყო მისი სწავლა. არა. აქ უბრალოდ თქვენ გჭირდებათ რაღაცა ბიძგი. მაგრამ აი უკვე იცით რა არა, შეიძლება ის რომ აი ურესურსობას როცა გრძნობ, აი დაუშვათ რაღაცნაირად არ ვიცი ახლა ну ეს მძიმე თვირთი, რომელიც არ გაძლევდა თქვენ, იყოთ ბედნიერი. ეს არის რა შემთხვევაში? აი დაუშვათ თქვა ურთიერთობა ავიღოთ. ურთიერთობაში თქვა იცით თქვენ უკვე რომ ну დიდი ხანია თქვა პარტნიორთან ისეთი სიტუაცია რომ ფიქრობთ რა უკვე აი ну დავასრულო თუნდაც დავუშვათ აი ნახეთ ხა უფრო თქვა ურთიერთობა რომელიც უკვე არ ვითარდება დიდი ხანია არ ვითარდება და თქვენ სულ მოლოდინში ხართ და ეს მოლოდინი თქვენ არ გაძლევთ საშუალებას რომ თქვენ იყოთ ბედნიერი. გაიგეთ? იმიტომ რომ ვფიქრობ რომ დაბრუნდება, ამიტომ ჩემ თავს არ ვაძლევ მე უფლებას რომ დაუშვათ ახალი ურთიერთობა დავიწყო.
იმიტომ რომ აი ხო შეიძლება დაბრუნდეს კიდე. საქმე სამსახური დაუშვათ არ გახარებს, მაგრამ არაფერს არ აკეთებ, ნუ რა ვქნა რაღაცა მაინც ხომ აქვს შემოსავალი აქედან. სწავლა მინდა დავიწყო რამის, მაგრამ ვერ ვბედავ, იმიტომ რომ არ ვიცი გამომივა არ გამომივა, შედეგი რა იქნება და ამიტომ ეს რაღაცა მაწუხებს და აი ან დაუშვათ რითი ვიყო დაკავებული ჩემი პირადი დანიშნულება რა არის აი რა არის ჩემთვის კარგი რომ მე თან გახარებული ვიყო იმიტომ რომ შეიძლება ბევრი თვირთი აღებული გაქვს მაგრამ აკეთებ რაღაცას თუნდაც სწავლობ მაგრამ არც იმ სწავლას არ იყენებ შეიძლება დაუშვოთ ახლა გადაწყვეტი ნუ გაქვს თქვა ისწავლე რამე მაგრამ არ იყენებ იმიტომ რომ არ იცი რას მოგიტანს რა შედეგს მოგიტანს აი ეს შიში რაღაცა ერთ უაზრო შიში შეიძლება გქონდეს ადამიანს რომ არ ვიცი ახლა გამეხარდება გამომივა შევძლებ თუ არა აი ზუსტად ეს არის ეს მომენტი რომ აქ გვეუბნებიან ჩვენ რომ ეს წავა თქვენი ცხოვრებიდან ეს ურესურსობა უსიხარულობა გაიგეთ კი ნამდვილად თქვენ მაგას გადალა აი შიში ხო გითხარით რომ არ გამომივა ვჭირდები არ ვჭირდები ვინმეს და ასე შემდეგ ანუ ნერვიულობა შეიძლება ნერვიულობდეთ აი მე ამდენს ვდებ ამდენს ვშრომობ ამდენს თქვათ ახლა ნუ ვსწავლობ თუნდაც ხო მაგრამ აი არ ვიცი რა დაუშვოთ ახლა შიში ხო გითხარით ნუ ახლა აქ შიში მთვარში ის არის რომ უნდა წავიდე იქ მზე კი ანათებს მაგრამ არ ვიცი სად მიმიყვანს გაიგეთ არ ვიცი ახლა ამ გზაზე რა დამხვდება იმიტომ რომ ადამიანებს ახლა ნუ აი ეს გვაქვს ჩვენ ეს მომენტი რა თქმა უნდა ჩვენ მიწაზე დედამიწაზე ვცხოვრობ და აქ ახლა ფინანსური მდგომარეობაც ახლა რა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს და შეიძლება ჩვენ ზოგჯერ არ ვიცი თქვა ფულის ჩავდებ რამეში თუნდაც ახლა აი დაუშვოთ განათლებაში რას მომინდას დამერწმუნეთ მთელი ცხოვრება ვსწავლობ და ზოგჯერ მიფიქრია რა ეს რა თმინდა ეს რაღაცას აი რაღაცა უცბად მომინდა რამე კურსი ან რაღაცა მინდა რა თმინდა და გასულა დრო და მართლა ისე გამომადგა რომ აი რა გითხრათ რა აი ძალიან გამომადგა და მიფიქრია რომ კიდევ კაი რომ მაშინ აი ეს რომ მომივიდა ჩემთან ეს რაღაცა ბიძგი რომ წადი ისწავლე რომ უარი არ ვთქვი კი შეიძლება იმ პერიოდში არც მჯეროდა ახლა იგივე ტარო ხო მე ახლა ფიქრობდი მარტო ჩემთვის რაღაც ვისწავლო და მაგრამ გამოჩნდა აი ასე გამიყვანეს ამ ხელა გზაზე რომ უკვე არა მხოლოდ ისე ადამიანებს ვეხმარები კიდევაც ვასწავლე ხო და აგერ ახლა გვექნება ჩვენ 2-3 მაისს მაგარი მარატონი სადაც მე თქვენ ძალიან ბევრს აინტერესებს მოგიყვებით ტაროზე და პლუს კიდე ტარო და მანარას სხვაობა როგორია და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს როცა კლასიკას იყენებ და მანარას ერთად აი რაღაც სასწაული ამაზე მოგიყვებით თქვენ აუცილებლად და მოდით აი სუპორტში ლინკი ვიდეოს ქვეშ არის ყველანაირი ინფორმაცია იქ გიკითხეთ და მოდით ამ ორდღიანი მარატონზე და ბევრი ინფორმაციას გეტყვით. საქმე. ჩვენი საქმე. ნუ აი ნახეთ, აქ რჩება თქვენ დაამთავრებთ ამ აქ რაღაცა ხო ყავდა სულ რაღაც ისეთი ენერგიები, აი 10-იანები წავიდა რომ ვამთავრებ. მე აი არჩევანი მინდოდა ხო გითხარით სულ რაღაცა ისეთი ენერგია მოდიოდა და აი სამ საქმიანობას რაც ეხება თქვენ ნამდვილად გაგიხარდებათ, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, როცა მე რისიც მეშინოდა მე, ხო, მე ვარჩევანი გავაკეთე და გავიმარჯვე. ანუ ის არჩევანი, რომელსაც თქვენ მიიღებთ, რომელიც ეხება წინსვლაზე და თქვენ რაზეც უკვე ფიქრობთ და რაღაცა ერთი ნაბიჯი უკვე გადადგეთ, იცოდეთ, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ. თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი. ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ აქ დასრულდება ეს ნერვიულობა, აი სწორედ ვაკეთებ, არასწორედ ვაკეთებ, ღირს, არ ღირს და ასე შემდეგ რა. რომ მივხვდები, რომ კი ნამდვილად მიიღირს, შეიძლება რამე ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რომ
ვიღაცისგან, რომელიც აი გადაწყვეტილებას მიგაღებინებს საბოლოოდ, რომ იტყვი, რომ მორჩე, всё, არანაირი დაბრკოლება, არანაირი ისინი, რა ქვია, ეჭვები, არაფერი. მე ვიცი, რომ მე მივდივარ, კი, მე ვირჩევ სწორ გზას და სხვათა შორის, ნუ ძალიან აი ბრძნული გადაწყვეტილება იქნება თქვენ აი აქ თვითონ აიღებთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობას და არანაირი მირყეობა, არანაირი უკვე თქვათ, ну, ისეთი რაღაცა მოხდება, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ნამდვილად არის საჭირო ის, რომ ავარჩიო ის, რაზეც მე ვფიქრობ დიდი ხანია. ну, პრინციპში თქვენ ისედაც მზად ხართ უკვე რა. და აქაც დასრულება მიდის, ამიტომ შემიძლია იგიცხრათ, რომ აი რისიც თქვა, ну, აი რაღაცა თითქოს ბოლო ბიძგი და არჩევანს აკეთებ და ეს არჩევანი იქნება წარმატებული თქვენთვის, რაც ეხება სამსახურს, კარიერას, სწავლას და აი ამ თემებს. ნახოთ ახლა ფინანსებში რა ხდება. რაღაცა ნახეთ, აი რა მოდის, იცით, განულება მოდის რაღაცეს. აქ შეიძლება როგორი სიტუაცია იყოს, ნახეთ. ფული მოვა ადვილად. ეხლა ნახეთ. ნურის არკანი საერთოდ გვეუბნება ჩვენ რას? რომ საერთოდ ეს არის ესეთი ენერგია, როცა აი რაც უფრო ნაკლებად შენ იფიქრებ ფინანსებზე, აი თქვათ, ვაიმე მოვა, არ მოვა, შემოვა, არ შემოვა ეს ფული, ხო? მით უფრო ადვილად შემოვა. მით უფრო ადვილად შემოვა. აი თქვენ ახლა შეიძლება ფიქრობთ სულ, რომ აი დაუშვოთ, მოვა კლიენტები, არ მოვა ჩემთან, ხო? მე მიცემე შანსი, არ მომეცემა. ნერვიულობთ ძალიან რაღაცა შემოსავალზე. აი ძალიან ნერვიულობთ, რომ არ ვიცი ახლა რამდენად შევძლებ, რამდენად გავომკლავდები, რამდენად, ну, სესხს მომცემენ, არ მომცემენ. აქ მე გეუბნებით, რაც უფრო ადვილად თქვენ ადვილად მოგივათ თანხების, აი შეხედეთ. ადვილად, რაც უფრო გაუშვებთ თქვენ აი ამ ნერვიულობას, გაუშვი ნერვიულობა ფინანსებზე. გინდა სესხი იყოს, გინდა შეიძლება სწავლა რამე თქვას შვილისთვის, გინდა ან ისე შვილისთვის გინდა რამე ფული და ნერვიულობთ, ხო? გინდათ ახლა, ну, არა აქვს მნიშვნელობა რისთვის გინდათ, ხო? შეიძლება ფიქრობთ, აი ჩემი ქმარი თქვათ, ვისაც გაშორებული თქვათ ელემენტებს ელოდებით და მომიტანს არ მომიტანს და მჭირდება ძალიან რა. ანუ ну მიეჯაჭვებით ამ თანხებს რა, რაცაც თქვენ ელოდებით გაუშვით. რა არის? აი იმიტომ არის ყველაზე მაგარი, როცა შენ პირადი დანიშნულება გაქვს, როცა შენ რა აკეთებ იმას, რაც ნამდვილად შენ უნდა აკეთებდე, აი მაგ დროს უფრო შესაძლებელია აი ამ ენერგიაში მოხვდე, იმიტომ რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს, რაც მე ნამდვილად სიამოვნებს და ანუ ეს სიამოვნება ისეთ ვიბრაციებში გაგდებ თქვენ, რომ თქვენ ასხივებ და სამყაროს აჩვენებთ, რომ მე რაც უნდა ვაკეთებდე, მე მაგას ვაკეთებ და სამყარო რა თქმა უნდა მაგას დაინახავს, ამ თქვენ ვიბრაციას დაიჭერს და ნამდვილად თქვენ გაგახარებ და ნამდვილად თქვენ გამოგიგზავნეთ აი ამ ანაზღაურებას, იმიტომ რომ ადვილად გაეცით, გაიგეთ, ადვილად შემოვა თქვენთან. აქ საჭირო, აქ ინერვიულო არაა საჭირო, რომ თქვენ ეხლა ამაზე ინერვიულოთ და დაუშვოთ ეხლა ეს რა ხდება, ეს როგორ ხდება და ასე შემდეგ იქნება, არ იქნება, ეჭვი მეპარება, შეიძლება არ შემოვიდეს ის თანხა, რაც მელოდები და ასე შემდეგ. დამშვიდეთ, შემოვა, აუცილებლად გაუშვებ სიტუაციას და შემოვა. ყველა ვარიანტში შემოვა. კარგით, ეხლა ვნახოთ ურთიერთობას რაც ეხება. ну, აქ შემიძლია გითხრათ, როგორი მომენტები არის, მაგას გოგოები უფრო უნდა დავმალო. ხო, ესენიც ხო იმიღმერთმან არა, კი მიყვარს, მაგრამ აი საჯაროდ არ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის არის რა ეს. ესე იგი, აქ როგორი სიტუაცია არის, ნახეთ, ვისაც გააქვთ თქვენ ურთიერთობა დასრულებული და ფიქრობთ, რომ ადამიანი თქვათ აღარ დაბრუნდება, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ურთიერთობის აღდგენა შეიძლება.
ან რამე ამბავს გაიგებთ ამ ადამიანზე, ძალიან ეს საინტერესო, ასე ვთქვათ რა. პლუს კიდე, ნახეთ აქ რა ხდება გოგოებო. აქ პარტნიორი არ დაღალოთ თქვენ იმით, რომ ძალიან მაგარი გოგო ხართ. ეს გოგოებო თქვენთვის. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანი დაიღალოს და გაგიქცეთ. გაიგეთ? ანუ ან პრეტენზიები რამე, თუ დაიწყებთ რამე პრეტენზიების გამოთქმას, ესეც ცუდია, ან თუ ვინმეს შეადარებთ და კიდე ან თუ კიდე არიან გოგოები, რომ აი მე უფრო მაგარი ვარ, მე ყველაფერი თვითონ შემიძლია, შენ თუ არ გინდა მე გავაკეთებ და ასე შემდეგ. მიხვდით? აი ესე ცოდეთ აუცილებლად. და პლუს კიდე აქ შეიძლება ისე კიდე რა იყოს. ხო, ნუ უფრო რა არის, იცით, აი აქ რაღაცა თითქოს შედარებას გააკეთებ თქვენ თუ რამის, აი მე მაგარი ვარ, მე ისეთი ვარ, მე ყველაფერი ან რაღაცას დაუშვათ, გეუბნეთ, აი შედარება არ დაიწყოთ რა, აი ვიღაცის რაღაცა მაგარი, ან მე შენზე თქვათ მაგარი ვარ, ან ეგეთი რამეები რა. აქ უფრო ისეთი ენერგია მოდის. კიდე ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს რა, ადამიანი მოვა და ბრუნდება, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ რომ უკვე გააკეთა რაღაცა შედარებები და მიხვდა რომ თქვენზე მაგარი მაინც არავინ არ არის და ეს რა სისულელე ვქენი რომ წავედი. და ან დაუშვოთ კიდე სიტყვაზე, სადღაც დაგინახავთ ის ადამიანი და მიხვდება რომ რა მაგარი ქალი ხართ და შეიძლება ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ აქ შემიძლია თქვა თუ ყოფილი არის ხო დაბრუნება და თქვენ დაგინახათ როგორი მაგარი გოგო ხართ და შეიძლება იცოდეთ რომ თქვენ უკვე გადაიზარდეთ, თქვენ უკვე სხვანაირად უყურებთ ურთიერთობას, თქვენ უკვე შეიძლება даже იტყვით რომ კი ბატონო თუ დაუშვათ გინდათ შემოთან ურთიერთობა, მაშინ ეს, აი ესე. ნუ თქვათ რაღაცას იტყვით რომ აი სხვანაირად არ იქნება დაუშვათ, აი როგორც გქონდა ჩვენ ეს ურთიერთობა, არა, ნამდვილად ეგეთი ურთიერთობა არ მსურს მე და ამიტომ თუ იქნება როგორც მე მიჭირდება და როგორც მე თუ აქ უკვე ადამიანია, გეცდა აქ ხალი ნუ ადამიანი მოდით, იმიტომ რომ ხოშები ბიჭები უყურებენ, სხვანაირ დონეზე არის უკვე, ანუ ის რაც როგორც იყო, აი უკვე არ აწყობს, ნამდვილად შეიძლება ადამიანი მოვიდეს, რომ მოდი ისე თქვათ, ახლა ურთიერთობა ავაღდგინოთ და როგორც ვიყავით, ვიყოთ, მაგრამ თქვენ არ მოგინდებათ ეგა. თქვენ არ მოგინდებათ, იმიტომ რომ უკვე ნუ გააქვთ საკმაოდ ისეთი პრეტენზიები რა, ასე რომ ვთქვათ, რომ ის ადრინდელი სიტუაცია ნამდვილად არა. თუ გინდა დაუშვათ ეს, ნუ აქ სავარაუდოდ შეიძლება არც მიიღოს, იმიტომ რომ აქ даже იმაზე კი არ არის, რომ თქვენ ახლა ადრე ახლა კამფეცაც არ თხოვდეთ და ახლა მანქანა მიყიდე ეუბნებით, არა. სხვა ფასეულობა, გაიზარდეთ, აქ ხო ვთქვით ჩვენ, აი ნახეთ სულიერადაც ადამიანმა გაიარა დიდი ტრანსფორმაცია და სხვა უკვე ეს სირთულეები, რაც მე არ მახარებს, არ მინდა, რაც მე არ მახარებს. გაიგეთ? всё, მე ამას ვუშვებ. აი ეგეთი რაღაცა. და აქაც გინდათ ახლა აი ფინანსების სამსახურზე რანო ხო ხედავთ ეს სირთულეები თითქოს всё, აი რაც არ გახარებდა თქვენ, ის მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რისი შიშიც გქონდათ, რომ აი გამეხარდება, არ გამეხარდება. და ჩაიფიქრეთ ახლა თქვენი სურვილი. და აბა ვნახოთ. ნუ ასრულება, ახლა ამით რო ვთქვათ, ასრულება კი არის, აქ არა არის ასრულება. ნუ მე მაინც ამოვიღებ, რომ კი ბატონო. სურვილის ასრულება ჩვენ გვაქვს. კი.
სურვილის ასრულება ჩვენ გვაქვს აუცილებლად ძალიან კმაყოფილი იქნებით და გამარჯვებული და აი ამას ესეც შემიძლია გითხრათ. რაც არის გამარჯვებული იქნებით, თქვენი სურვილი ასრულდება. აი ნახეთ, აქაც არის დედოფალი, არის, ანუ ძალიან კმაყოფილი იქნებით, ძალიან ბედნიერი იქნებით იმით, რაც ჩაიფიქრეთ, აუცილებლად უნდა აგისრულოთ ჩემი სიხარულება. ნუ ამაზე მე დაგემშვიდობებით, როგორც გითხარით, 2-ში და 3-ში გელოდებით მარათონზე, შევხვდებით იქ და კიდე უფრო და მე მგონი საინტერესო შეხვედრა გვექნება, ვისაც გაინტერესებს, მიმართეთ ჩემს დამხმარ ჯგუფს, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. მე გემშვიდობებით, ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ ისევ და ისევ ჩემთან ხართ.